საინტერესო თემებმა მოიყარა ცხადია მიმდინარე კვირის განმავლობაში თავი და ასევე წინგელი თქვენ მიმდინარე კვირის ჭრილში ძალიან საინტერესო ბლოკები, ექსკლუზივები და საინტერესო აქცენტები და გამონაკლისი და ამ მოზაიკაში და პალიტრაში რა თქმა უნდა ის დღევანდელი მონეტიზაციის გამოშვება, რომელიც ასევე შედგება სამი ძალიან საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული ბლოკისგან. შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს ბიზნეს პუბლიკას და ჩვენს აუდიტორიას იმ ყველაფრის შესახებ თუ რა ხდება ცალკეული მიმართულებებით ჩვენს ბიზნესსა და ეკონომიკაში. განსაკუთრებით პირველი ბლოკი დაეთმობა ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებულ რუბრიკას და პირდაპირ ეთერში გვერდება ლონდონიდან დაბრუნებული ნათია ჩათერიშვილი, რომელიც ძალიან მოგენატრა, მინდა გითხრათ, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების დამფუძნებელია და შეიძლება ითქვას არის ამავდროულად გენერატორი და ლოკომოტივი იმ ძალიან საინტერესო თემებისა, რომელიც რუბრიკის ეგიდით გენერირდება ჩვენს გადაცემაში და ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ გავაცნოთ ჩვენს მრავალრიცხოვან პუბლიკას და აუდიტორიას ის წარმატების მაგალითები და წარმატების კომპონენტები, რომელიც ლიდერ ქალბატონებში არის დაგენერირებული და მერწმუნეთ, რომ მრავლად გვაქვს ასეთი წარმატების ისტორიები. მივესალმები ნათია შათირიშვილს. ნათია, მოგვენატრე პირველ რიგში. რაღა დაგიმალოთ ფაქტიურად, მოკლედ, მაგრამ ვიცით ამავდროულად, რომ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდით ლონდონში და თქვენი მისიაც ამ შემთხვევაში კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა და ორიოდე სიტყვით გითხარით, სანამდე გადავალთ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან, ორიოდე სიტყვით გითხარით და რეზუმირება გავაკეთოთ იმ ვიზიტისა, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში განხორციელდა. პირველ რიგში მადლობა, ასევე ჩვენთვისაც ძალიან მომენატრა თქვენი სივრცე, გადაცემა და განვიცედი ნაკლებობას, მაგრამ იმდენად კარგად გაართვა თავი, ვფიქრობ, გადაცემებს და საინტერესოდ მიყავდათ გადაცემები, რომ თვალყურს გადევნებდით იქედან და ასე რომ მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით ხართ და გვითმობთ ეთერს. პირველ რიგში ამისთვის მადლობა თქვენ და გვაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი ლიდერი, წარმატებული ქალბატონები გამოიყვანოთ ფართო ასპარეზზე და მათი საქმიანობის შესახებ იცნობდეს არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად სამყარო. ხო, და საერთაშორისო ვიზიტებით ზუსტად ამის ილუსტრაცია არის, რომ თქვენ გასწრით უკვე საქართველოს საზღვრებს. დიახ, სწორედ ამიტომაც ჩვენ ასე ვთქვათ, ვაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი ორგანიზაციის ქალბატონებს, რომ მათი შესახებ ინფორმაციები მხოლოდ საქართველოში არ იყოს ხელმისაწვდომი და ცნობადობა მათი მხოლოდ საქართველოში არ შემოიფარგლებოდეს, მაქსიმალურად ვცდილობდა ჩვენ უკვე არაერთი საზღვარგარეთის ქვეყნებში გქონდა საქმიანი შეხვედრები თუ საელჩოებში, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებთან თუ საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ვისაც მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით ხოლმე ჩვენ ქალბატონებთან დაკავშირებით, მათ როლთან დაკავშირებით, ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებაში თუ რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ და ამ ეტაპზე ბოლო ჩემი ვიზიტი იყო მოგეხსენებათ ლონდონში. რამდენიმე ქალბატონთან ერთად ვიყავით გამგზავრებული ჩვენი ორგანიზაციის წევრებთან, ქალბატონ ზაირა ფრუიძესთან, ქალბატონ ნანა ჯიქია, ქალბატონი დალი სალუქვაძე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და ასევე იგეგმება ძალიან მალე საბერძნეთში მსგავსი სახის, მსგავსი ტიპის შეხვედრები, სადაც შესაძლებლობა იქნება არა მხოლოდ ემიგრანტ ქალბატონებს, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებში არიან მიმოფანტულები, ისინი წარმატებულები არიან, ისინი უკვე წარმატებულები არიან, თუნდაც მხოლოდ იმ მხრივ, რომ თავიანთ ოჯახებს აქ აძლევენ შესაძლებლობას, რომ შვილებმა მათი კონტრიბუცია არის ჯამში ყველაფერი ერთად. არა მხოლოდ ემიგრანტებთან გვაქვს ხოლმე შეხვედრა, როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორებთან. და ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჩვენი მსგავსი ორგანიზაციის წარმომადგენლები ვერ მალავენ ხოლმე აღფრთოვანებას და დადებით ემოციებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ ჩვენ. არაერთხელ ვამბობ ხოლმე ხაზგასმით ამას, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს წარმატებული ბიზნესმენი მეწარმე ქალბატონებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, არ ჩავორჩებით და ჩვენ წილ აგურს ვდებთ მოკლედ ამ საქმიანობაში და მათ წინ გადასადგმელ ნაბიჯებში, სამომავლო გეგმებში. ამ ეტაპზე დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი
წარმატებული ქალბატონი ჩვენ ვიცით რომ ორგანიზაცია ლიდერ-ქალთა ორგანიზაცია არა მხოლოდ უკვე ქალბატონებს რომლებმაც ისტორია შექმნეს და რომლებმაც ეპოქა შექმნეს არა მხოლოდ ესეთ ქალბატონებს მასპინძლობს და უწევს ესე ვთქვათ პატრონერს არამედ ყავს სტარტაპერი ქალბატონებიც რომელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ უკვე შემდგარი ბიზნესმენი წარმატებული ქალბატონების გვერდით დგომა რომელიც არის მათთვის სანიმუშო, ესე ვთქვათ, სამაგალითო და ასე შემდეგ. ესეთი ყავს ახალგაზრდა სტარტაპერი ბიზნესმენი, წარმატებული ქალბატონი მილენა კუპრავა, რომელიც ძალიან აქტიური ორგანიზაციის წევრია და ალბათ თვითონ უკეთ ისაუბრებს იმის შესახებ და რაც ყველაზე მთავარია, არ მინდა კიდე გამოვჩეს ძალიან რამდენიმე დღის წინ გაიმართა ჩვენი ჟურნალის პრეზენტაცია, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა ძალიან გასხვავდება ძველი გამოცემებისგან საკმაოდ კამერაში ვაჩვენოთ თუ შეიძლება ორივე ჟურნალი ულამაზესი პოლიგრაფიით და ხარისხით არის გამორჩეული წინა ჟურნალი ნატალია კვანდალიანი არის ქავერზე გამოსახული ნატალია კვანდალიანი რაღაც საოცრად მოუხდა ამ ჟურნალს მოგითხრა ქალბატონი ნატალიას აუცილებლად ქალბატონი ნატალია წაბძანდა ისრაელში სადაც თან წაიღო რამდენიმე ჟურნალი და საკმაოდ დიდი ტირაჟით დაიბეჭდა ჟურნალი მაგრამ ფაქტიურად თითქმის აღარ არის იქიდან გამომდინარე რომ ჟურნალები შევიდა უკვე გაყიდვაში ჩაეშვა პარიზში ვაკოს სწორედ ამ საქმესთან არის და ამ საქმესთან დაკავშირებით არის გამგზავრებულნებით ანუ პარიზში იყიდება უკვე პარიზში იყიდება ესპანეთი და თურქეთში შევა კვირის ბოლომდე ეს ჟურნალი ერთ კითხვას დავსვავ ნათი ანუ ეს ჟურნალი არის ძირითადად ჩვენს ემიგრანტებზე გათვლილი ხო ანუ ქართულ ენაზე არის თუ რამდენიმე საერთაშორისო ენაზე არის ეს რაც საქართველოში დაიბეჭდა ეხლა და პრეზენტაცია ჩაეტარდა წინა კვირას ეს არის მხოლოდ ქართულ ენაზე ანუ მცირე მასშტაბით იყო ქართულ ენაზე გამოცემული მხოლოდ საქართველოსთვის მაგრამ იმდენად ჩვენ ავსტრიაში საელჩოში შევიტანეთ ეს ჟურნალები და ავსტრიაშიც ჩაეშვა გაყიდვაში და იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვანა იმდენად დაინტერესდნენ ჩვენი წარმატებული ქალბატონების ისტორიებით რომ მოიტანა მდგომარეობა მის რო ეს დაბეჭდილი იყო ორ ენაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე მაგრამ ეხლა ცხადია საზღვარგარეთ ქვეყნებში სადაც გაყიდვაშია ჟურნალი ჩაშვებული ის არის ინგლისურ ენაზე აი ქალბატონებო და ბატონებო კიდევ ერთხელ გაუშვათ ხაზი იმ მოცემულობას რომ აი ამ შემთხვევაში ლიდერ ქალთა საზოგადოების ინიციატივით გამოშვებული საკმაოდ მაღალი პოლიგრაფიის მატარებელი ჟურნალი იყიდება საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში და მე მგონი ეს კიდე არაერთხელ აღინიშნოს ესპანეთი ვენა და კვირის ბოლოს უკვე ჩაეშვება თურქეთში აი ეს არის ჩვენ ახსენეთ კიდეც რომ ანუ ეს რეალურად ეს აქტი გასდა უკვე საქართველოს საზღვრებსაც და ცნობიერების კუთხით და საინფორმაციო კამპანიის კუთხით მე დარწმუნებული ვარ რომ ევროპის მეგაპოლისებში ეს კომპონენტი დადებს ძალიან მნიშვნელოვან აგურს ისიც რა ბატონ სადრო მე ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ მე ვამაყობ ამ ქალბატონების და ესენი ჩემი მარგალიტები არიან მეთქი ნუ ჩვენი ქვეყნის ამაყო მარგალიტები და ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო და ცხადი არის და ნაწილობრივ მაინც მივაღწიე და ავისრულე ეს სურვილი და ოცნება რომ აი ამ ქალბატონების შესახებ ვცოდნოდა სრულიად მსოფლიოს, ანუ რამდენად წარმატებულები არიან ისინი, რას აკეთებენ, როგორი მიღწევები აქვს და ასე შემდეგ და აი ეტაპობრივად ალბათ შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველასთვის ხელსაყრელი იყოს, არა მხოლოდ ემიგრანტი ქართველებისთვის, არამედ თუნდაც იმ ბიზნესმენი წარმატებული ქალბატონებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. კი ბატონო, ძალიან მაგარია. მინდა მათ იცნობდეს მთელი მსოფლიო ჩვენ ძვირფას ქალბატონებს. ეს მაქვს მიზნად დასახული და ეტაპობრივად ვაღწევ. ნუ პირველი ნაბიჯები უკვე განადგმულია ამისთვის ნამდვილად შეიძლება თამამად ითქვას. განავიდეთ ეხლა უკვე ჩვენს სტუმართან მივესალმებით მილენა კუპრავას, რომელიც არის მილენას აკადემიის დამფუძნებელი. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის კიდევ ერთხელ და მოკლედ გვიამბეთ კონკრეტულად თქვენი საქმიანობის შესახებ და შემდეგ უკვე ხო ეხლა სტარტაპერი ქალბატონებიო ნათიამ ახსენა და მე ძალიან მაინტერესებს კონცეპტუალურად ეს მიმართულება, როგორ გამოიყურება, რა საქმიანობის ძირითადი კომპონენტებია ჩართული და მოდი გავაცნოთ ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე გახლავართ მილენა კუპრავა აფხაზეთიდან. მილენას აკადემიის დამფუძნებელი. სულ რაღაც 3 წლის წინ შეიქმნა ჩემი ორგანიზაცია და შარშან გავხდი ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი. ცალკე მოვყვები თუ რა მომცა ლიდერ ქალთა საზოგადოება. მანამდე კი მოვყვები ცოტას ჩემს შესახებ, ჩემი ორგანიზაციის შესახებ.
მილენას აკადემიაში მომხმარებელს აქვს საშუალება მიიღოს შემდეგი სახის მომსახურება, როგორც არის პერმანენტული მაკიაჟი, წამწამების ღაროვანი დაგრძელება და საღამოს მაკიაჟი. გარდა ამისა, რომ მიიღებენ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებას, შეუძლიათ შეისწავლოთ ეს პროფესიები და გახდნენ სერტიფიცირებული მასტერები. აკადემიამ ბოლო 1 წელიწადში გაუშვა 100-ზე მეტი სტუდენტი და აქედან 95% უკვე დასაქმებულია. მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. მილენას აკადემიას აქვს საკუთარი ხაზის წამწამები, რომელიც ჩაშვებულია სარეალიზაციოდ არა მარტო საქართველოში, ვაგზავნი ათენში, აფხაზეთშიც მათ შორის და ეს რიცხვი იზრდება ყოველდღიურად. უღრმესი მადლობა აი ამისთვის მილენას აკადემიას პირველ რიგში და ყველა ჩემს მომხმარებელს, ყველა ჩემს სტუდენტს, რომ არა ისინი მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ეს ასე. შემდეგი. უახლოესი გეგმები არის, რომ აკადემია გაფართოვდეს და ჩემი პირველი ფილიალი აუცილებლად აფხაზეთში უნდა გაიხსნას. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. აფხაზეთში მყავს უკვე დასაქმებული ამ სფეროში 3 სტუდენტი, 3 ახლობელი და მინდა ეს რიცხვი გაიზარდოს და არა მარტო ქართველებისგან შედგებოდეს მილენას აკადემიის სტუდენტები, არამედ აფხაზი ქალებისგან. აქ მინდა პატარა წვლილი შევიტანო, რომ ჩვენი დამეგობრება ისევ შედგეს და მეც მინდა ჩემი აგური დავდო ამ სფეროში. კი, ეს ჩემთვის ყველაზე სენსიტიური და ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, ხმამაღლად ვიტყვი, რომ ჩემი პირველი ფილიალი აუცილებლად აფხაზეთში უნდა გაიხსნას. მინდა ახლა შევაჯამო 2023 წელი. მეგობრებო, ეს წელი არ ვიცი, იყო საუკეთესო. გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა, სტუდენტების რაოდენობა, გაყიდვების რაოდენობა. და რა მოიტანა ეს ყველაფერი? სწორმა რეკლამამ, სანაცნობო წრემ და ეს ყველაფერი მომცა ლიდერ ქალთა საზოგადოებამ. არასოდეს დავიღლები მადლობის თქმით, რომ არა თქვენ მილენას აკადემია იქნებოდა ცნობილი ვიწრო წრეში. ეხლა თქვენი დამსახურებით მილენას აკადემია უკვე ლონდონშიც კი გახდა ცნობილი, რომ ჟურნალში მილენას აკადემიას ეს ჭირდებათ რა. ქართულ მეწარმეებს, ქართულ წარმატებების მაგალითებს, ხო რომ რეალურად ისინი დაპოზიციონირდნენ, ხო, ბიზნესმენი დამწყები სტარტაპერი, რომელსაც ჭირდება გვერდით დგომა, მხარდაჭერა და ცნობადობის ამაღლება. დანარჩენი უკვე უნარი, ჩვევები, ნიჭი, შესაძლებლობა, მას ყველაფერი აქვს, მას ჭირდება უბრალოდ მხარდაჭერა, თუნდაც ის კონფერენციები, ტრეინინგები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც შეგვიძლია და ჩვენი მხრიდან მათ მილენას და მსგავს ქალბატონებს ვაკეთებთ, ხო, ვეხმარებით. მხოლოდ ის და უკვე ის გადადის იმ საფეხურებზე, იმ რელსებზე, რაც ნახეთ რა მხოლოდ პრეტენზია აქვს, ძალიან კარგი პრეტენზია აქვს და მე ალბათ უფრო ამბიცია, ხო, რომ აფხაზეთში გახსნას მან თავისი აკადემიის ფილიალი. ცოტა ისეთი წეღანაცვი სენსიტიური თემაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზანდასახულობაა მთავარი, ხო? ანუ მე რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვარ, როდესაც მომხმარებელი ჩვენი ორგანიზაციის წევრი ხაზგასმით ამბობს, რომ მე თქვენ ცნობადობა ამემაღლეთ, მე თქვენ ეს მომსახურების სფეროს გაზრდაში დამეხმარეთ. სწორედ ეს არის ლიდერ ქალთა საზოგადოების მთავარი პრინციპი, რომ არა მხოლოდ წარმატებული უკვე შემდგარი ბიზნესმენი ქალბატონები წარმოაჩინოს, არამედ ისინი, ვისაც იმათზე მეტად ჭირდებათ გვერდით დგომა, გაამხნევონ და ის მოტივაცია და თავდაჯერებულობა მისცეს, რაც უკვე აი ამ ფაქტის წინაშე ხა ჩვენ რაც ვდგევართ, ჭირდება მილენას და მილენასნაირ სტარტაპერ დამწყებ ბიზნესმენ ქალბატონებს. ძალიან მაგარია თანეკად მით უმეტეს საერთაშორისო ვექტორიც ახსენეთ, თქვენ იგივე ცნობადობა გაიზარდა ლონდონში პირობითად და ასე. ეს არ არის მარტივი საქმე. მე მაინტერესებს აი კომპანიის და თვითონ აკადემიის, ესე ვთქვათ, საქმიანობის სიგნეებში შევიდეთ. რამდენი ადამიანი ყავს დასაქმებული მაგალითად? როგორია თქვენი, ესე ვთქვათ, მიმართულებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი მათ შორის აი ეს კომპანიის წარმატების ისტორიაც მოვუყვეთ კიდევ ერთხელ. 95%, ну მინიმუმ 90 ქალბატონი მყავს დასაქმებული, ზოგი იყო უბრალოდ 90 მინიმუმ. რამოდენიმე ამ გოგოებისგან იყვნენ უბრალოდ დედები, მეოჯახეები და მე ისინი სახლებიდან გამოვიყვანე. შემიძლია ვთქვა და მივეცი პროფესია. შეუძლიათ იმუშაონ სახლის პირობებში, ჩვეულებრივ შეუძლიათ დასაქმდნენ და ასევე ბევრი ისეთი სტუდენტი მყავს, რომელმაც საკუთარი სალონიც კი გახსნა.
მართლა ამაყივარ. მილენას აკადემიამ არაერთი მასტერკლასი დაგეგმა, სადაც უკვე არსებული სპეციალისტები გადაამზადა. მე მაქვს ჩემი პატარა ხრიკები, წესები, რისი დამსახურებით 2 საათიანი პროცედურა ჩამოვიყვანე 1 საათამდე და 1 საათში მე ქალბატონებს ვჩუქნი იმ სიაბოვნებას, რასაც ქვია წამწამების ღეროვანი დაგრძელება. ამითაც ჩემი პატარა წვლილი შევიტანე და ჩემი სათქმელი ვთქვი სილამაზის და ესთეტიკის სფეროში. კი ბატონო, მოკლედ აი ძალიან საინტერესო ისტორიაა. ძალიან დიდი მადლობა მილენა თქვენი დროისთვის და იმედია რომ ხშირად გვესტუმრებით და უკვე ძალიან მალე აფხაზეთში თქვენი ფილიალის გახსნას ერთად აღნიშნავთ ამ სტუდიაში დარწმუნებული ვარ. მართლაც ქნას. ნაცია, ძალიან დიდი მადლობა ასევე თქვენ საინტერესო კონტენტის გენერირებისთვის, როგორც ყოველთვის და მოკლედ ესე იგი მოგვენატრეთ თქო შეგნებულად თქვი, იმიტომ რომ მაგვაკლდა თქვენი ენერგია და ბუნტი. თუმცა საპატიო მიზეზები მქონდა, ძალიან კარგი მიზეზები. და მჯერა რომ უკვე აი მომდევნო კვირეებიდან უკვე ძალიან საინტერესო აქტივობები გველის და მიხარია რომ აი ფაქტიურად აი ამ რუბრიკით კიდევ ერთხელ დავაანონსეთ ის აქტივობები, რომელიც უკვე მომდევნო კვირეებში გვექნება აუცილებლად. დიდი მადლობა ასევე ნატია შათირიშვილს და მილენა კუპრავას, რომლებიც გადაცემა მონეტიზაციაში იღებდნენ მონაწილეობას.